ბავშვებისთვის ბრძალია. ხო, ვერიდობრებით. უნდა ბევრი ვიაროთ, ქვეყანა მოვიაროთ. უნდა ვნახოთ ბავშვები და ყველას კითხოთ. ბავშვებით? საყვარელო დოდი, მოდი ჩვენთან მოდი. შენთან ერთად გავხდები, ჩვენ უფრო კარგები. თუ არაფერს აშავებ, ცუც არაფერს აშვები. თუ ხარ კარგი ბავშვები, გეთამაშებით. ხო, გეთამაშებით. ნუ იქნები სარმაცი, ტირალა და ბუტია. ნუ იქნები მატყუარა, იმიტომ რომ ცუდია. ცუდია? ცუდია. მატყუარა კარგია. უი ხო? დაუჯერენ დედიკოს, დაუჯერენ მამიკოს, არეჭხუბო დაიკოს, არეჭხუბო ძამიკოს. ბუძღონი და ტირილი არაფერს შეგარგია. უნდა იყო მხიარული, იმიტომ რომ კარგია. იმიტომ რომ კარგია. არ მოგაწყეთ მხიარული დოდები და შენთანაც მოვალ თუ კი დაგველოდები. და შენთანაც მოვალ თუ კი დაგველოდები. სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი? მე ხომ ყველაზე ლამაზი ვარ, მითხარი რა რას გაჩვენებულ ხარ. ყველაზე ლამაზი ვარ სოფლიოში. ჩემზე კარგი არავინ არ არსებობს. ჩემზე ლამაზი არავინ არ არის. ეხლა ჩავიღედავ სარკეში და ნამდვილ პრინცესად გადავიქცევი. აი თუ არ ჯერათ ნახავთ. დაიცადე ჩავიღედო. გამარჯობა დოდიანა. მაგრამ გონი ზღაპარი შეგეშალა. დოდიანა, ეხლა სარკეში ჩავიღედავ და გავიპრანჭები. ყვანჩალა, მოდი ჯერ მაყურებელს მივესალმები და მე რაღაცა. კარგი, მივესალმოთ. გამარჯობა, მე დოდია. დოდი, ბავშვები ხომ მოვლენ? ყვანჩალა, გესმის შრიამულის ხმა? მოიცა, მოუსმოთ. მოდიან. მე მგონი ჩვენი მეგობრები რა კარგია, დაუწახოთ. გამარჯობა, მე ვარ ლივია გეუბაზიანი 6 წლის. გამარჯობა, მე ვარ ანა ბაინდურიშვილი 7 წლის. გამარჯობა, მე ვარ მართა ბუსხლიკიძე 6 წლის. გამარჯობა, მე ვარ მატინა კორზაია. მე ვარ 6 წლის. გამარჯობა, მე ვარ ლილე მღებრიშვილი 6 წლის. გამარჯობა, მე ვარ მარიტა ტაბატაძე 6 წლის. გამარჯობა, მე ვარ ლიზი ჟღანტი ვარ 5 წლის. გამარჯობა, მე ვარ მართა ბრეგვაძე. მე ვარ 5 წლის. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, ლივია. მეც მომესალმე. დაჯექი. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, ლილე. გაიქეცი? გამარჯობა ლილიკო. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, ანა. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, მარიტა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, ლიზა. არაბა დატრიალდი. გაიქეცი? გამარჯობა ლიზიკო. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, მართა. გაიქეცი, დაჯექი ლამაზად. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, მართა. აბა დატრიალდი. გაიქეცი? გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, მატილდა. რა ლამაზი გოგო ხარ. დაბრძანდი. გოგოებო, როგორ მიხარია, რომ დღეს ჩემი სტუმრები ხართ? ძალიან გამახარეთ. მოდით ახლა მაყურებელიც გავახაროთ და მივესალმოთ. ერთად, ხო? გამარჯობა. დოდიანა, მე კიდე სულ დაგავიწყდი რა. მოკლედ, ასეთი ამბავი გვაქვს, გოგოებო, თქვენს ყურადღებით მისმინეთ. ჩვენს ყვანჩალას გადაწყვეტილი აქვს, რომ გახდეს პრინცესა. დიახ. მაგრამ იცით რა გონია? რომ უბრალოდ სარკეს აიღებს, ჩაიხედება
გაიბრანჭება და პრინცესად გადაიქცე. დიახ, აბა მეტი რა უნდა პრინცესად გადაგცევას. აი ხა, ნახეთ თუ არ გადავიქცე, ჩავიხედო სარკეში. აი, ლა. გოგოებო. იბიდი, ბაბიდი, გოგოებო. აი, ბუ პრინცესა ვარ უკანე. არა ვარ? მაშინ როგორ უნდა მოვიქცე პრინცესა რომ გავხდე დამეხმარეთ რა გთხოვ. გოგოებო, თქვენ როგორ ფიქრობთ? პრინცესა რომ გახდეს ყვანჩალა, მხოლოდ სარკეში ჩახედვა უშველის? თქვენ ხომ ვერ მოგცემთ რაიმე რჩევას, როგორ უნდა გახდეს ყვანჩალა პრინცესა? რა კარგია, გთხოვ. ყველა პრინცესა უნდა იყოს ძალიან კეთილი. სიკეთე ყველაზე კარგი თვისებაა. და სიკეთე გვეხმარება ნამდვილ პრინცესებად რომ გადავიქცეთ. პრინცესები ნიჭიერებიც უნდა იყვნენ. კარგად უნდა მღეროდნენ და ცეკვამდე. პრინცესა გახდე ბევრი უნდა იკითხო. მე მიყვარს წიგნების კითხვა. პრინცესები ჯანსაღად უნდა იკვებებოდნენ. ბოსტნეული და ხილი აუცილებელია. პრინცესები ყოველთვის ტკბილად უნდა მღეროდნენ. მე ძალიან მიყვარს სიმღერა. პრინცესებს ძალიან უნდა უყვარდეს ცხოველები. უნდა ეხმარებოდეს უსახლკარო ძაღლებს და ფისოებს. თუ მარტო გაიბრანჭები, პრინცესა ვერ გახდები. ეს კარგად დაიმახსოვრე ყვანჩალა. პრინცესი რო გახდე, ბევრი უნდა იშრომო. და თქვენ თუ იცით, რომელი თვისებები არის საჭირო იმისთვის, რომ პრინცესად გადაიქცეთ? კი, უნდა დაალაგოს თავისი ოთახი. კიდე? და თავის დასაცმელი უნდა განეცხადოს. მართალია. და უნდა დაუთავოს. წიგნები უნდა წაიკითხოს. თქვენ? უნდა დაალაგოს. მართალია. უნდა დაალაგოს. მართალია. რა თქვენი ბავშვები არიან, დოდიანა. ვერაფერი ვერ გავიგეთ რა. საკითხავთ გითხარით, გთხოვთ. სისუფთავე ყველა უნდა დაიცვას. ასე ვფიქრობ მე. პრინცესება თავისი კაბებიც უნდა მოაწესრიგონ. ამაზი ბაბთები უნდა გარეცხონ და გააუთავო. მე მგონიან, რომ ასე უნდა მოიქცნენ. პრინცესა თმებს უნდა ივაცხნიდეს. მე ყოველთვის თვითონ ვალაგებ ჩემ ოთახს. გამოდის მეც პრინცესა ვარ? ხელპირის დავანა არასოდეს მეზარება. საიდუმლოს გეტყვით არც მოვიწყდება. არავის არ უნდა დაეზაროს კბილების გამოხეხვა. არც ბავშვებს, არც პრინცესებს. მე ყოველთვის ვიხეხავ კბილებს. მე ჩემ ოთახს ყოველთვის ვალაგებ. ტასაცმელს ვაწესრიგებ. თოჯინებს ვალაგებ. წიგნებსაც ხდებ თაროზე და საერთოდ არ ვიღლები. დავეხმაროთ ყვანჩალას? მოკლედ ასე. ჩვენ ვეხმარებით ყვანჩალას, რომ გადაიქცეს პრინცესად. დიახ. მოკლედ ყველაფერი გავიგეთ. პრინცესა უნდა იყოს ძალიან კეთილი, უნდა უყვარდეს ცხოველები, უნდა უყვარდეს წიგნების კითხვაც და უნდა იყოს ზრდილობიანიც. გოგოებო, როგორ ფიქრობთ, ყვანჩალას წიგნების კითხვა უყვარს? კითხოთ. ყვანჩალა გიყვარს კითხვა. კი, მიყვარს ძალიან. ყვანჩალა გიყვარს სიმღერა. მიყვარს. და ნეტა ყვანჩალა კეთილია? მე ვფიქრობ, რომ კეთილია. პირველი საფეხური გავიარეთ პრინცესობის, ახლა კი შევამოწმოთ. ყვანჩალა, შემთხვევით შენ ოთახის დალაგება ხომ არ გეზარება? არა მეზარება. ავდგები თუ არა, ეგრევე ჩემს ოთახს ვალაგებ ხოლმე. ყვანჩალა აბა რა, პირდაუბანელი ხომ არ ვიყავი მთელი დღე. აუცილებელია ხელფირის დაბანაც. აბა რა, კბილების გახეხვა აუცილებელია. მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ ყვანჩალას მივანიჭოთ პრინცესის სტატუსი. თანახმა ხართ? კია. ნახეთ, მისთვის სიურპრიზი მაქვს. ნახეთ რა ლამაზია.
ყვანჩალა, შენთვის სიურპრიზი გვაქვს. რა კარგია, მართლა. აბა თვალები დახუჭე. ეხლავე, აი. აბა გაახილე თვალები. ვაიმე, ღმერთო ჩემო რა სილამაზეა. მე მგონი ნამდვილი პრინცესა გამხდი. მოგწონვართ? ჩაიხედე სარკეში. ეხლავე. ვაიმე, ნამდვილი პრინცესა ვარ. მადლობა. თქვენ ნამდვილი ჩემი მეგობრები ხართ. როგორ ამისრულეთ სურვილი. მოკლედ ასე, რასაც გულით ინადრებთ და მოინდომებთ, ყველა სურვილი აგვიხდება. ნამდვილად ესეა, დამიჯერეთ, აი, როგორც ჩემი სურვილი ასრულდა, ისე აგისრულდებათ ყველას სურვილები, რასაც ჩაიფიქრეთ. ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. ნახვამდის. ნახვამდის, ბავშვებო!